გავაგრძელებ შევარდნაძის ჩამოყვანა იყო იოსელიანის ინიციატივა და დაახლოებით 80%-მა ჩვენი მოსახლეობის ვერ გაუგეს და არ მოუწონეს ეს, თუმცა იმ წუთას სხვა გამოსავალი არ იყო. უკრაინის მხარდაჭერაზე მე დამავიწყდა შევარდნაძის წიგნზე, როდესაც გავაკეთე ჩაწერა, უკრაინა ყოველთვის იყო ქართველების გვერდში, როდესაც არავინ არ ედგა მხარში, ყოველთვის უკრაინელები იყვნენ ჩვენს გვერდით და ეს მაშინ დამავიწყდა, თქმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს ომია უკრაინა-რუსეთის და ჩვენი ბიჭები გოგოებიც რომ უდგანან გვერდში, ცუდად გამოყავთ ხოლმე და მე მინდა მათ, ვინც არ იცის უახლესი ისტორია, იცოდნენ რომ უკრაინა ყოველთვის იყო ჩვენს გვერდში. შემდეგ გადავალ გამსახურდიაზე და კონსტანტინე გამსახურდიაზე ვიტყვი, რომ ჯაბა იოსელიანი ამბობს, რომ იყო ძალიან ძუნწიო და მისი პატივისცემა, ანუ ესე რესტორანში დაპატიჟება და რაღაცაო მისი მხრიდან არასოდეს არავის არ ახსოვსო და ერთადერთი ვიყავიო, ვინც დამპატიჟაო, მეუღლესთან ერთად იყო და ძალიან კმაყოფილი იყო, კონსტანტინეს ძალიან დიდ პატივს სცემდა. ზვიად გამსახურდიაზე არის აგებული ძირითადი ნაწილი წიგნის. უკიდეგანოთ ეზიზღებოდა. მსგავსი ზიზღი არ ვიცი, მაგრამ ჯაბა იოსელიანს ზვიად გამსახურდია ძალიან სძულდა. ის ადანაშაულებდა ახლა რაში წიგნში, როგორც არის მოთხრობილი, მე იმას გეტყვით, რომ აფხაზეთის ომი, როდესაც იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა, როდესაც იყო ზვიადისტებიო, ჩვენ გვებრძოლებოდნენ იმის მაგივრათო, მხედრიონსო, იმის მაგივრათო, რომ მათ დაეცვათო საკუთარი ქვეყანაო, მხედრიონსნისკენ იყვნენო მობილიზებულიო და ამან დაგვაკარგინაო ჩვენო ტერიტორიებიო რა. ხო და ეს იმდენად მძაფრად აქვს მისეულად აღწერილი და ეს იმდენად იგრძნობა ეს სიძულვილი, რომ ეძახის, რომ კარცერში როდესაც ჩამაგდესო, მანანა არჩვაძემ წყვეტდაო, მე საჭმელი უნდა მეჭამა თუ არ მეჭამაო და იმედი მაქვს, რომ საბედისწერო შეცდომას არ უშეფო, როდესაც შევარდნაძე ჩამომყავსო, ნულიც ხომ ისი არ მოიქცევა, იმიტომ რომ ამან ქვეყანა დაღუპაო. ჩვენ მე ბავშვი ვიყავი ზვიად გამსახურდიას დროს და მაშინაც კი მახსოვს, რომ მანანა არჩვაძეზე იძახდნენ, რომ ზვიადიზე ძალიან მოქმედებსო და რა თქმა უნდა იმასაც აყოლებდნენ, რომ ეს ქვეყანას დაღუპავსო და ჯაბა იოსელიანი ამ ფაქტს აღნიშნავს, ანუ რა შუაში იყო ჩემი ციხეში ჯდომაო, მანანა არჩვაძეს რატო უნდა გადაეწყვიტაო, ანუ აქ უფრო იმას უსვავს ხას, რომ ზვიად გამსახურდია იყო ძალიან სუსტიო რა, ის არ იყო პოლიტიკოსიო, ის იყო პატრიოტიო და მხოლოდ ერთხელ ეხება მის სიკვდილს, უბედური იყო და რაღაცა ბედი ქონდაო რა, საცოდავად დაამთავრაო ეს ყველაფერიო და მოკლედ ნახევარი წიგნი ზვიადის სიძულვილზე აქ მიმოხილული. შევარდნაძეს უკვე ბოლოსკენ ემიჯნება და ერთ-ერთ ფაქტს გეტყვით კიდევ, ედუარდ შევარდნაძემ ორი აფეთქება წიგნში წავიკითხე, მე მგონი ისედაც მხოლოდ ორი არის ცნობილი, ერთი ჩეჩნების მხრიდან მოწყობილი და ერთი გამოძიემ დაამტკიცა, რომ ჯაბა იოსელიანმა ამაფეთქაო და ეხა ჯაბა იოსელიანს უწერი აქ ერთ-ერთი აფეთქების შესახებ, აბანოში უნდა წავსულიყავითო, გველოდებოდნენო და დარეკესო, რომ მიდიხართო და კიო მივდივართო და უცბათო გავიგეთო, აი პარლამენტში ვიყავითო და დანგრევის ხმა გავიგეთო და გადავარდიო და კი გავიფიქრეო, რომ კიდე ამაფეთქესო და მე გაიგო, რომ თურმე შევარდნაძე ააფეთქესო. ეს რომელ აფეთქებაზე არის საუბარი არ ვიცი, თუმცა მათი გზები გაიყო, ყოველთვის კარგად ახასიათებს შევარდნაძეს, თუმცა იძახის, რომ დიქტატორი იყო გამსახურდიაო, მას არ სჭირდებოდაო მეტი, ანუ ამბიციური იყო და დიქტატორობა უნდოდაო და იგივეს იძახის, იმდენად გაოდნენო ერთმანეთსო ზვიადი და შევარდნაძე, რომ შევარდნაძე საერთოდ არ სჭირდებოდაო პრეზიდენტობაო, ის იმდენად მაღალ თანამდებობაზე იყო, რომ ისიც საკმარისი იყო, ანუ მეტი დიდება რა თუნდოდაო, მაგრამ დიქტატორი იყო.
მოკლედ ძალიან კარგი წიგნია მართლა დღევანდელ ახალგაზრდებს სასურველია მათ წაიკითხონ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბევრი რამე